დინდგელი ეს რა არის? დინდგელი ეს არის ფუტკრის პროდუქტი, ასე ვთქვათ, როგორც თავს აწარმოებს ფუტკარი, ასევე აწარმოებს დინდგელს. დინდგელი ეს არის მცენარის ადრე გაზაფხულით, როდესაც მცენარის კვირტი ყალიბდება, ამ კვირტიდან იღებს ფუტკარი დინდგელს. ეს არის წებოვანი ნივთიერება, რომელიც წებოვანი ნივთიერებითაც სკაში მთლიანად შიგნით სკის კედლებს, საფრენთან, ჩარჩოებზე ყველგან ხდება დინდგელის პატარ-პატარა ნაწილებად მიწებება. ანუ ფინალში სკაში ქმნიან ანტიმიკრობულ სივრცეს, ანტიმიკრობულ გარემოს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დაცულნი იყვნენ სხვადასხვა ავადმყოფობებისგან თვითონ ფუტკრები და მათი ბარტყი. თვითონ ფუტკრის საფრენის სკებთან, როდესაც ფუტკრები შეფრინდებიან ხოლმე, ჩვენ კი უყურებთ, რომ საფრენი დიდია, მაგრამ შიგნიდან ციხე-სიმაგრესავით მოაშენებენ, სადაც დარაჯი ფუტკრები დარაჯობენ, რომ ასე ვთქვათ, სხვა ფუტკრების შესვლა ესე სწრაფად არ მოხდეს. ანუ ციხე-სიმაგრესავით უშენებენ საფრენს შიგნიდან დინდგელით, სადაც ხდება თითოეული შესული ფუტკრის კონტროლი და შემოწმება. მაგის გარდა დინდგელს აქვს ძალიან ფართო გამოყენება სამედიცინო კუთხით თვითონ ადამიანებში. აი ეს არის დინდგელის ნაყენი, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება იმ დროს, როდესაც გვგრძნობთ, რომ პატარა იმუნოდეფიციტი გვაქვს და უკვე გაციების სტადიაში ვართ. ამ შემთხვევაში შეიძლება 20 მგ წყალზე დავამატოთ 5-დან 10 წვეთამდე ის წყალი გახდება როგორც რძე, გამოვილებთ პირისგრუში და უნდა დავლიოთ. ამის გარდა დინდგელს გამოიყენებენ სტომატიტების დროს პირდაპირ უკვე დინდგელის გრანული შეგვიძლია ავიღოთ და დავღეჭოთ როგორც კევი. და პირისგრუში გვექნება მანამ, სანამ არ თავიდან მიგვეწებება პირისგრუში, ისეთი წებოვანი ნივთიერებაა, სასასაც კი ეწებება, მაგრამ 20 წუთის ნახევარი საათის შემდეგ იწყება დაშლითი პროცესი. დაგიქუცმაცდება პირისგრუში და შეიძლება ესეც გადავყლაპოთ. თუ ღვიძლზე ქრონიკულად არაფერი არ გჭირს. ამის გარდა დინდგელისა მზადდება მალამო, დინდგელის მაზი, რომელიც დერმატოლოგიაში კარგ შედეგებს დებს. ასე ვთქვათ, დინდგელს მედიცინის ენაზე ეძახიან კიდევ ანტიოქსიდანტურ ბომბს, რომელიც ძალიან საუკეთესო შედეგებს დებს.